ადგილზე საფუტკრე მეურნეობის დათვალიერება მოხდა. თვითონ ვიზუალური დათვალიერება, ეპიდემიოლოგიური კვლევა, ასევე ეპიდკვლევა განხორციელდა. შემდეგ უკვე ავიღეთ ასევე ნიმუშები, ადგილზე საველე დიაგნოსტირებას მოვახდინეთ. ავიღეთ ნიმუშები, რომელიც სახელმწიფო სოფლმეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მივიტანეთ და იქ გამოკვლეული. გარდა ამისა, იქ ადგილზე მიეცა რეკომენდაციები, დროული დიაგნოსტირება და დროული ღონისძიებების დაწყება, ჩართულობა, ჩვენ დაგვანახა, რომ მართვადი არის დაავადება. თუ ვთქვათ, დაგვიანებული იქნებოდა უკვე აღმოჩენა და ჩართულობა, უკვე ფუტკრის ოჯახი ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება განადგურებულიყო, ვინაიდან ის ვარვასთან შედარებით ვერაგით არის, გაცილებით სწრაფად მრავლდება, გაცილებით სწრაფად მოძრაობს. მაგალითად, აი რო შევადოროთ და გამრავლების კუთხით, ხო, პროფილელაფსოსის გამომწვევით კიპი, ხო, 24 საათში ერთხელ ახდენს კვერცხნებას და ვარვას გამომწვევით კიპი 30 საათში ერთხელ. ანუ უკვე ნათლად ჩანს, ხო, რამდენად სწრაფად შეიძლება გამრავლდეს და გარდა ამისა, ნახეთ, უკვე ერთი კვირა ჭირდება იმისთვის, რომ მომწიფდეს. ანუ კვერცხის დადებიდან მომწიფებამდე ერთი კვირა არის საკმარისი. და ეს უკვე ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს. მეფუტკრე მიაყენებს ზოგადად სოფლის მეურნეობას და კონკრეტულად ამ დარგს, თუ ვთქვათ, არ მოხდა დროული რეაგირება. ამიტომ ამისათვის მეფუტკრეებმა აქტიურად უნდა ან განსაკუთრებით აი ახლა ამ პერიოდში, ამ ცხელ პერიოდშიც უნდა რაც შეიძლება ხშირად უნდა მოახდინონ თავიანთი საფუტკრე მეურნეობების თითეული მეურნეობაში არსებული თითეული სკის, თითეული ოჯახის დათვალიერება, ხო?